მთელ ევროპაში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის გაფრთხილებები. პირდაპირ თქვათ, ომის შესახებ. დანიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ევროპა, რომელსაც არ გააჩნია არც შესაძლებლობა და არც ნება საკუთარი თავის დასაცავად, საბოლოოდ დაიღუპება. საფრანგეთის გენერალური შტაბის უფროსი ამბობს, რომ ქვეყანა მზად უნდა იყოს, ციტირებ, საკუთარი შვილების დაკარგვისთვის რუსეთთან შესაძლო შეიარაღებულ კონფლიქტში. ციტატა დასრულდა. ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, კვლავ ციტატა, რუსეთმა ომი დააბრუნა ევროპაში. ციტატა დასრულდა. და შესაბამისად ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ისეთი მასშტაბის კონფლიქტისთვის, რომელსაც ჩვენი პაპების ან ბაბუების თაობა მოესწრო. გერმანიის თავდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს სცენარს, რომლის მიხედვით რუსეთი შეიძლება მზად იყოს ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმისთვის არა 60 წელიწადში, არამედ წელსვე. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.